ქართულ პოლიტიკაში ვისურვებდი, რომ იყოს ზრდილობა მეტი და ურთიერთპატივისცემა. უფრო განათლებასთან დაკავშირებით ვისურვებდი მეტ დისკუსიას. ახალ ძლიერ სახეებს, რა თქმა უნდა, რომლებსაც სუფთა წარსული აქვს და იმით არ ემუქრებიან, რომ ეს ადრე ნაცი იყო ან რამე მსგავსი ლეიბორისტი ან პირობითაც სხვა რამე. ეს არიან გარკვეული ინდივიდები, ვინც აკმაყოფილებს საზოგადოების აზრს, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური, ისე არალეგიტიმურად არჩეული, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არის, რა ქვია, უფრო მეტი გახსნილობა რო ხონდეთ პარტიებს და ხალხთან მეტი ურთიერთობა რა. შვიდობა, სიყვარული, ერთსულოვნება, ამდენი გაჭირებული ხალხის აღარ დაანახვა და ეს უსახკარო ადამიანები რო დადიან და ქუჩა-ქუჩა ხანს ადაზინავთ საცოდავ ხალხს, რომ ეს ერთხელ სამუდამოდ აღმოქმნილი იყოს ეს. ეს რაღაც განაპირობა მატერიალურ სიდუხჭირები, რომელიც სახელმწიფო უნდა მკვიდრობდეს ხალხში. ადამიანებზე უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო. სახელმწიფოს ვალი და ფუნქცია ის არის, რომ პასუხისგებლობები, ვალდებულებები, რაც აკისრია ადამიანების მიმართ, ეს ადამიანი უნდა შეასრულოს სახელმწიფო. ამიტომაც გვასწავლით ჩვენ ცივილიზებული ქვეყნები, დასავლეთი, რომ ადამიანების უფლებაზე უნდა იყოს მორგებული პოლიტიკა. რასაც ჩვენ უყურებთ დღესდღეობით, ეს ტარდება რუსული პოლიტიკა. ეს არის დაღუპვა. დღეს რასაც ხედავ ახლა ახალგაზრდებს ჩვენ თაობას ამათ ვერ ჩააღჭო, ვერ წაართმევ ამ თავისუფლებას. რაც ჩვენი თაობა ითხოვს, ჩვენი ახალგაზრდები ითხოვენ. პირველ რიგში სამართალს, რადგან სრული უსამართლობას უფევს დღეს საქართველოში და ვფიქრობ, არც ერთ სტუდენტს და არც ერთ ჯენს თაობას არ მისცემს მსგავსი რამ და ვისურვებდი, რომ ჯერ პირველ რიგში ეს პოლიტიკა შეიცვალოს და ნამდვილად უგჭირდება ჩვენ თითოეულ ადამიანს ევროპა და ყველანი ვიბრძვით ევროპისთვის. სამართლებრივი აქტებით უნდა ვიცავდეთ ადამიანთა თავისუფლებას და პირველ რიგში ჯანმრთელობასაც, რაც არანაირად არ ქონია არც ერთ აქციის დროს. მშვიდობას. მე არ თავარი მშვიდობა. მე არც იმაში მიდაღებულა მონაწილეობას, არც იმაში მშვიდობა. უბრალოდ გამაინტერესა 12 წელიწადი არ გამივლია რუსთაველს. ნახულო, მშვიდობა კი არის. მშვიდობას ვისურვებთ. გულწრფელობა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული. უფრო სოციალური თემა და დღეისობით სოციალურ უკან არის გადაწეული დღეს ქვეყნის არსებობის პრობლემა დგას და ეს არის მთავარი ჯერჯერობით. უფრო მეტ სიმშვიდეს, თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას. საკითხები ბევრია კი, რა ვიცი, ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური პირობები, რა ვიცი, უსაფრთხოება, მშვიდობა და ასე შემდეგ. კორექტული საუბარი, ერთმანეთის მოსმენა და გქონდეთ, რა ვიცი, ერთმანეთის უკეთ გაიგონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე მხარე უნდა დავждდეს და მოусმინოს ერთმანეთს ჩემი აზრით. და შეაჯერონ ქვეყნისთვის უკეთესი რა იქნება. ბავშვები, აუცილებლად ბავშვების კვებას დავაყენებდი წინა პლანზე. ბავშვების სოციალურ მდგომარეობას მე თვითონ პედაგოგი ვარ და ვთვლი, რომ ბავშვი მშიერი არ უნდა იჯდეს გაკვეთილზე. ბავშვების მომავალზე უნდა ვფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ახალგაზრდა თაობა უნდა წამოვიდეს პოლიტიკაში, მოვიდნენ პოლიტიკაში და იმათგან უფრო ველოდები მეც, ვიდრე ეხანდელი პოლიტიკოსებისგან.